რა თქმა უნდა, რეალ პოლიტიკა მოითხოვს იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აუცილებელი არის ჩვენ იმ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან, რომელთან ჩვენ არ გვაქვს ახლა დიპლომატიური ურთიერთობები, დაიწყოს მოლაპარაკებები სწორედ ქვეყნის გამთლიანებისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის პრიზმაში, რა თქმა უნდა, და ეს მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან უნდა დაგვირგვინდეს სწორედ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაბრუნებით საქართველოს წიაღში, ამას დაჭირდება ალბათ კი არა ნამდვილად კონსტიტუციის შეცვლა და შესაძლებელია მე ვფიქრობ, რომ ახალი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა სწორედ იმისათვის, რომ მოხდეს ახალი უმრავლესობის, საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბება, რომელიც აი ამ პროცესებს გაატარებს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლეგიტიმაცია თანამედროვე დასავლეთში არის გაყალბებული და ის მიიჩნევა იმად, რომ რამდენიმე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა უნდა აღიარონ ესა თუ ის ქვეყნის ხელმძღვანელი. ეს არის არასწორი, ლეგიტიმაციას იძლევა მხოლოდ საკუთარი ხალხი, მხოლოდ საკუთარი ამორჩეველი, რადგანაც ძალაუფლების წყარო არის ხალხი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს არის ერთ-ერთი ყალბი ფეხი, რაზეც დგას თანამედროვე დასავლური ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკა. მეორე, ეს არის სანქციები, ანუ ადამიანის უფლებები. ჩვენ ვიცით, ჯერ კიდე ჯონ ლოკიდან მოყოლებული ლიბერალიზმის სწორედ და დემოკრატია ქადაგებდა იმას, რომ არსებობს ფუნდამენტური უფლებები ადამიანის, როგორც არის სიცოცხლის უფლება, კერძო საკუთრების უფლება, თავისუფლება სიტყვის და გადაადგილების. და თქვენ ხედავთ, რომ სანქციები გამოიყენება სწორედ იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც არიან დემოკრატიის, ასე ვთქვათ, მებაირახტნეები სოფლიოში და თავს იწონებენ დემოკრატიით, მაშინ როდესაც სასამართლოს გარეშე მიუღებელია ადამიანის გასამართლების გარეშე და განაჩენის გამოტანის გარეშე მიუღებელია, რომ ადამიანს შეუწყო გადაადგილება, წართვა ქონება, კერძო ქონება და ასე შემდეგ, ხომ? ჩვენ რას ვხედავთ სანქციებით, რომ არსებობს უამრავი სასამართლო სხვადასხვა ქვეყნების, ან არსებობს საერთაშორისო სასამართლოები, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები გარკვეულ ქვეყნებში, რომლებიც შექმნიან რაღაცა განწყობას და რაღაც შეხედულებას შეუძლიათ დაასანქციონონ სხვა ქვეყნის მთავრობები, სხვა ქვეყნის დიპლომატიური პირები. ეს არის თუ არა დემოკრატია. ეს არის ის სწორედ მეორე ყალბი ფეხი, რაზეც დგას ეს ყალბი ფსევდოდემოკრატია დასავლური, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ლეგიტიმურობას ართმევ იმ ქვეყნის მოსახლეობას და შენ გინდა რომ სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელებმა მიანიჭონ ან არ მიანიჭონ ლეგიტიმურობა ამა თუ არჩეულ ხელისუფლებას და როდესაც ჩვენ ადამიანებს ართმევ თავისუფლებას, გადაადგილების უფლებას და კერძო საკუთრების უფლებას სასამართლო განაჩენის გარეშე. ეს არის სწორედ ანტიდემოკრატიული პრინციპები, რაც ტარდება დღეს, რაც არის თამაშის წესი, სწორედ დასავლეთში დამკვიდრებული თავიანთი პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ. გაცილებით უფრო იქნებოდა სწორი, რომ სასამართლოებს გადაეწყვიტათ ამა თუ იმ პირის დასანქცირებისა რაღაცა ეს დიქტატურა. აი ხა ბატონო ელიზა. ეხლა აქედან გამომდინარე, საერთოდ არ არის მასე მარტივად გადასაწყვეტი, სად არის დემოკრატია და სად არის დიქტატურა. მე პირდაპირ ვამბობ, რომ სწორედ დონალდ ტრამპი, სწორედ ამ ბოლო განცხადებებში, სწორედ იმ პათოს იზიარებს, რომ დღეს დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში არის ეგრეთ წოდებული deep state-ის დიქტატურა. ვისაგანაც უნდა განთავისუფლდეს სწორედ და ამისი პირველი წამყვანი ლიდერი არის დღევანდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტი.